ვართ 5,9 მილიონი, მაშინ რამდენი ვიყავით? პატარა ადგილი გვიჭირავს, ძალიან იაფიჯდება ჩვენი შენახვა, იქნებ ერთხელ სამუდამოდ შეგვინახოთ, მოგვიაროთ, ჩაგვიხუტოთ და კარგად გვაცხოვროთ. ასეთი იყო დაახლოებით წარმოდგენილი. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკური ფუნქცია, რეგიონალურ თუ გლობალურ ჭრილში. 90-იან წლების დასაწყისისთვის ყველა არსებული სახელმწიფოებრივი თუ ეკონომიკური სისტემა პირწმინდად იყო დანგრეული. მაგრამ არ ვიცოდით, თუ რა სისტემით უნდა მოხდარიყო მის ჩანაცვლება. ჩვენ არ გაგვაჩნდა არც სახელმწიფოებრიობის, არც მოქალაქეობის სათანადო კულტურა, რასაც საჭიროებდა თანამედროვე დემოკრატიული სუვერენული სახელმწიფო. მაშინ მოსკოვში ხშირად აქილიკებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ამბობდნენ, რომ ვერ შევძლებდით დამოუკიდებლად არსებობას, ვერ შევძლებდით სახელმწიფოს აშენებას და ეკონომიკის განვითარებას. საუბედუროდ ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი 13 წელიწადი ყველაფერი ამის დასტური იყო, რასაც ჩვენზე ფიქრობდნენ და ჩვენი მოქილიკეები უდასტურებდა, რომ ისინი არ ცდებოდნენ. ჩვენი საზოგადოება ქაოსისა და განუკითხაობის მორევში აღმოჩნდა ჩათრეული. ამას მოყვა გრევის, გავერანების უწყვეტი ტალღები. რაც უფრო მეტად იმღრეოდა წყალი, მით უფრო მეტად სარგებლობდნენ კრიმინალები, თავზე ხელაღებული და დაუნდობელი ბანდიტები გვევლინებოდნენ საზოგადოების ყველაზე წარმატებულ და გავლენიან ლიდერებად. ბოლოს იქამდეც მივედით, რომ კანონმდებლები კურდებდნენ. ქურდები წერდნენ კანონებს, კანონიერ ქურდებს ირჩევდნენ პარლამენტში. ბოლო იყო, აგერ ბონდო შალიკიანი აირჩიეს 2003 წლის პარლამენტში ტყიბულიდან. და იმიტომ რომ ჩავიდა და ერთი გზა დააგო 300 მეტრი. და სხვა არავინ არაფერს არ აკეთებდა და აირჩიეს ბონდო შალიკიანი. ცხოვრება რეგულირდებოდა ქურდული სამართლით. რიგითი ადამიანების თავარი საზრუნავი იყო ის, თუ როგორ დაეცვა საკუთარი თავი და ოჯახი დაუნდობელი კრიმინალური თავდასხმისგან. როგორც წესი, სრული უძულურობის და უსამართლობის განცდა იყო ერთადერთი რეალობა, რომლითაც თვალის გასწორება უჭერდა. მე მახსოვს კარგად 96 წელს დავბრუნდი ამერიკიდან ვიყავი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, თანამდებობა მქონდა, ვოლგა მემსახურებოდა 31 და აღმოაჩინე, რომ იქ სადაც ცხოვრობდი პეკინზე, ჩემთან ერთად ვიღაცა მოსვლა, ვიღაცა კი არა ეს იყო, ემზარ კვიციანი და მისი ვიღაც ბანდიტები და ყველას გარაჟებით კონფისკაცია გაუკეთებიათ და გააშენეს საუნა. და ჩვენი რაღაც ბავშვობის ველოსიპედები ნითე ყველა გამოყარეს ქუჩაში. ნუ ხა მე აღშფოთდი და წავედი პოლიციაში საბურთალოში. ჯერ დიდხანს არ მიიღებდნენ კარებს, იქ ვაზარებდი, იყო ჩაკეტილი, გისოსები ქონდა გამოფენილი. ხედრიონი ჯერ კიდევ ხედრიონობდა. და მე რო აუხსენე ჩემი ეს საჩივარი, მითხეს რომ ერთ-ერთი გამოსავალიაო აქ უბნის ქურდი არის, ის იცნობს კარგად კვიციანს და იმის მეშვეობით უნდა გადაწყვიტოთ საქმეები თქვენ გარაჟებთან მიმართებაში. ყოველი ამასთან ახდა დიდი სამოქალაქო დაპირისპირება. ძმათა შორის სისხლისღვრა და ერთმანეთის წრად წაკიდებული ქართველები. შემდეგ მოხდა ისე, რომ სისხლისგან დაცულ ქვეყანას თავზე მოაჯდა ერთი კლანი და ერთი კრიმინალური დაჯგუფება. შედეგად ქვეყანა სისხლის მორევიდან კორუფციის მორევში ჩაიძირა. გამდიდა რამდენიმე ოჯახი იმის ხარჯზე, რომ გაღატაკდა ყველა. რიგითი მოქალაქეების ყოველი შეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებული იყო ქრთამთან, ფულის გამოძალვასა და დამცირებასთან. ბოლომდე გაიხსნა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. სუვერენულ საქართველოს, რომელზე ოცნებასაც ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები. ნამდვილ აბსურდის თეატრს დაემსგავსა. სადაც არ არსებობდა დანაშაული, რომელიცაც ვერ გამოისყიდდა შესაბამისი ქთამი და არ არსებობდა არც ერთი კანონიერი მომსახურება, რომელსაც პატიოსანი მოქალაქე მიიღებდა შესაბამისი ქთამის გარეშე. მე მახსოვს კარგად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ზურადეიშვილს ახსოვს კარგად, ჩემი თანაშემწე იყო. კომიტეტში ყავდა არჩეული დეპუტატად ერთ-ერთი რაიონიდან, ნუ პირდაპირ ვთქვათ, კრიმინალი დადიოდა 2 რევოლვერით კომიტეტის ხდომებზე. და მახსოვს ეს კრიმინალი მაშინ გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მოადგილეებს, უშუალოდ ministrs როგორ ურჩევდათ გადაღამეს საქმე ჩვენ კომიტეტის ხდომაზე, თავის კონკრეტულ ბიზნესებთან და ინტერესებთან დაკავშირებით და ისინი როგორ უკანათათებით დამდგარი ყველანაირად თავს უკრავდნენ, რომ კი ოღონდ დაგვოვარი და გაგიკეთებთ. გია პაპოშვიჩს ახსოვს გონია გამბავი. შინაგან საქმეთა მინისტრი ამ დროს საჯაროდ აცხადებდა, რომ პოლიციელების ერთადერთი ხელფასი ის ფული იყო, რომელსაც ხალხს გამოსწავლავდნენ, კახათ არგამაძე, კარგად მახსოვს. დამოუკიდებლობის პირველი 15 წლის თავზე ჩვენი სუვერენული სახელმწიფო საქართველოს მთელ მსოფლიოში მოიხსენიებდა როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური არშემდგარი სახელმწიფო. მთლიანად გახსნილი სახელმწიფო სისტემით და რიგით მოქალაქეებისთვის გაუსაძლისი
ბიუროკრატიულ უსამართლობის წნეხით. აი ამ ყველაფრის 7 წლის თავზე ქართულმა ხალხმა 7 წლის წინ უბრალოდ ქართულმა ხალხმა თქვა ყმარა და ყოველივე ამას წერტილი დაუსვა. ჩვენმა ერმა საკუთარ თავში გამონახა ენერგია, დააგროვა ცოდნა, გამოცდილება, ინტელექტი, რათა საკუთარ ხელში აიღო სათავეები და წაღმა დაეტრიალებია ქვეყნის უკუღმა მოტრიალე ბედის ბორბალი. 7 წლის წინათ ქართულმა ხალხმა თელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ ისინი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას აქილიკებდნენ, ვინც ჩვენ გარდაუვალ კრახს ძალიან წინასწარმეტყველებდა, ასევე ძალიან მწარედ ცდებოდა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით სიტუაციის შეუმბრუნება. ერთად დავიწყეთ სახელმწიფო ინსტიტუტების შენება. ერთად ამოვშალეთ კრიმინალური მენტალიტეტი ჩვენი ცნობიერებიდან დავდექით სამართლების სახელმწიფო სადარაჯოზე. ჩვენ ერთად დავამთავრეთ ის კოშმარი, რომელსაც ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულს მოყვა. მდგომარეობა რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვდა. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი რეფორმებიც იქნებოდა ძალიან რადიკალური. შევთანხმდით იმაზეც, რომ ჩვენი შვილების უკეთეს მომავლისთვის არ მოვერიდებოდით არც იმას, რომ ამ რეფორმათა დიდი ნაწილი საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა მათი განხორციელების დროს. რეფორმები შეეხო სახელმწიფოს საქმიანობის ყველა სფეროს, ეკონომიკიდან სოციალურ ვალდებულებამდე, სამართალდაცვის სისტემიდან განათლების და ჯანდაცვის სისტემამდე. რეფორმები შეეხო ჩვენი ცნობიერებას და მენტალიტეტსაც კი. თქვენი იცით შედეგები, მსოფლიო ბანკმა საქართველოს უკანასკნელ 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს ნომერ 1 რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა. შედეგად საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული ქვეყნია ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ. შედეგად არ შემდგარი ქვეყნის ნაცვლა დღეს საქართველოს სამაგალითოა სხვა მთავრობებისთვის, ხოლო ქართული რეფორმების მიბაძვა პოპულარულ საქმედ იქცა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ქართული სახელმწიფოების განადგურებაზე დღენია და გოცნებობენ. და სხვა შორის იცის იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციარული სამინისტრო, მაგალითად ჩვენ მოსამართლეება, რამდენი ქვეყნიდან დადიან ჩვენგან რეფორმების გადასაღებად და სასწაულად. ჩვენ დღეს თავს ვიწონებთ უამრავი სტატისტიკური მაჩვენებლით და ჩვენი პოზიციებით საერთაშორისო რეიტინგებში. მაგალითად, იმით რომ მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიმარტივის მსოფლიოდ ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად გვაღიარა, ხოლო ევროკავშირის კვლევა მაჩვენა, რომ საქართველოს მეგონი მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში ისლანდიის შემდეგ. მაგრამ ნამდვილი რეფორმა არ იზომება მხოლოდ ციფრებით და სტატისტიკურ მონაცემებით. რეფორმის მთავარი მიზანი არ არის ადგილი რეიტინგში. რეფორმის მიზანიც და საზომიც არის ჩვეულებრივი ადამიანის, ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე. თავარი ის თუ რას ცვლის რეფორმა პირადად მისთვის. რამდენად ამსუბუქებს ამარტივებს მის ცხოვრებას, რამდენად სამართლიან გარემოს უფლის მას და რამდენად აძლევს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების საშუალებას. რეფორმა არის ის, როცა იცი რომ პატრული სამართლიად მოგექცევა, დაგეხმარება როცა ის სჭირდება და დაგიცავს თუ საფრთხე გემუქრება. რეფორმა არის ის, როდესაც სახში აღარ გივარდება ყაჩაღი, როდესაც არ გეშინია მანქანის ქუჩაში დატოვების, როდესაც შებინდებულზე შენი შვილი სასეინოდ არის გარეთ და არ ნერვიულობ დაგიმბრუნება თუ არა უნებელი. რეფორმა არის ის, როდესაც საზოგადოებრივ იმყოფები და პასპორტი შეგიძლია ონლაინ რეჟიმში გამოცვალო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. რეფორმა არის ის, როდესაც ბავშვის დაბადება რეგისტრირდება პირდაპირ საქართველოს ნებისმიერ სამშობიაროდან სამოქალაქო რეესტრში მისვლის გარეშე. რეფორმა არის ის, როდესაც არ გაწუხებს რეკეტირი და არც ქურდან გიწევს მისვლა საქმის გასარჩევად და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. რეფორმა არის ის, როდესაც არავინ არ გთხოვს არასდროს გთამს. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ყველა ურთიერთობა რეგულირდება ერთი სარკმლის პრინციპით, როდესაც აღარ გიწევს ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გზის კორუფციის გაკვლევა. რეფორმა არის ის, როდესაც შედიხარ საჯარო ან სამოქალაქო რეესტრში და იქ ხვდება მთელი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად იმარტივებს პროცედურებს, გეპყრობა ადამიანურად და გეხმარება მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტაში. რეფორმა არის ის, როდესაც 1 საათში როგორც ეს და ხშირად 5 წუთში, 7 წუთში შეგიძლია განაბაჟო შემოტანილი ტვირთი ან ინტერნეტით შეასრულო საგადასახადო ბუღალტერია. როდესაც ყველა ტენდერი უკვე მხოლოდ ელექტრონულად ხორციელდება, რომ ერთხელ სამუდამოდ მოკვდეს ლაპარაკი ჩაწყობაზე, ნათესაობაზე, მეგობრობაზე, იქ რაღაც პარტიულ ან სხვა კავშირებზე და კორუფციულ კავშირებზე. აღარ არსებობს არც ერთი იოტისოდენა საშუალებაც კი, ვინმე მოსამართლოდ გაჯობოს მიუხედავად ისა, თუ რამდენად დაახლოებულია იგი ტენდერის გამომცხადებელ სახელმწიფო ორგანოსთან. რეფორმა არის ის, როდესაც ერთ დღეში შეგიძლია დაარეგისტროს კომპანია რიგების და ქთამის გარეშე. როდესაც ერთი განცხადების დაწერა ნებისმიერ ლიცენზიის მისაღებად არის საკმარისი. რეფორმა არის ის, როდესაც აღარ არსებობს არც ერთი ეგრეთ წოდებული საპასპორტო მაგიდა. კატასტროფა, აი ვიცახათ 20 წლის შეიძლება მოგიგილოცოთ, რომ არ გინახიათ ძველი საპასპორტო მაგიდები, ძველი პასპორტის თქებით. პირადობის მოწვევის შანსი
ხოლოდ მაშინ გეძლეოდა თუ სათანადოდ სცემდი პატივს ადამიანს, ვის ხელშიც იყო შენი პასპორტის ბედი. არა, ისეთი საცოდავი სახეებით იყურებოდნენ და იმდენად მაგრამ შივრები იყვნენ, რომ რაც ანუ უსიამოვნო ყოფილიყო იქ ყოფნა, რაღაცნაირად რაღაცის გადაგდება აუცილებლად ჯერ ისე არ გაიკეთებდნენ, მაგრამ უკვე თვლიდი რომ ეს არის ცხოვრების წესი. რეფორმა არის ის, როდესაც საჯარო რეესტრში მიუსვლელად ინტერნეტით შეგიძლია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება დარეგისტრირებული ქონების შესახებ და ამონაწერის მისაღებად აღარ გჭირდება ღირსების შემლახელ პროცედურების გავლა. თქვენ ეს უჩემს უკვე ციცით, როდესაც შეგიძლიათ ბინის ყიდვა გაყიდვა ყოველგვარი თამის გარეშე, მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ამის წარმოქმნაც კი იყო შეუძლებელი. რეფორმა არის ის, როდესაც სოფელში ცხოვრობ, ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში სწავლობ, არ გაქვს რეპეტიტორების ფული და საკუთარი ცოდნის საფუძველზე ირიცხები ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში. რეფორმა არის ის, როდესაც მართვის მოწყობის სასაღებად საჭიროა დაჯდე კომპიუტერთან და ყოველგვარი ხელშეწყობის თუ ხელშეშლის გარეშე სათანადო ტესტით ჩააბარო საკუთარი ცოდნის შესამოწევლად. მე მინდა გითხრათ, მე მაგალითად მართვის მოწყობა კიევში როცა ვსწავლობდი, ავიღე ნაცნობობით. თუმცა სხვები ყიდულობდნენ. ახლა ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მეხვეწებიან, რომ გაუკეთო მართვის მოწყობა საქართველოში და ნუ რას უკაცრავად ამის ხანდახან გულში მინდა რომ გაკეთდეს, მაგრამ ახლა ვის შევკადრო, რომ ეს შეუძლებელია თვითონ ჩემს უგეცეთ იცი. ამიტომ და მანქანაც შეგიძლია 20 წუთში გააფორმო, მანქანის ნომერიც კი ჩემს კი ნებისმიერ იყიდო Paybox-ში. ეს და კიდევ უამრავი სხვა მაგალითი, რომელიც ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების წესად არის ქცეული, წარმოადგენს ნამდვილ საზომს იმისა, თუ რამდენად წარმატებულია დღეს ჩვენი რეფორმები და რამდენად წარმატებულია მთლიანად ჩვენი სახელმწიფო. მაგრამ რაც თავარია, ჩვენ არ ვჩერდებით ხალხის ცხოვრების შესამსუბუქებლად იგივე აქტივობით და უფრო მაღალი შედეგიანობით ვაგრძელებთ რეფორმებს. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ ბათუმში ახალი იუსტიციის სახლის გახსნაზე. ეს ულამაზესი შენობა, რომელიც დღეიდან ბათუმის ერთ-ერთი სახასიათო ღირსშესანიშნაობა გახდება, წარმოადგენს არა მხოლოდ არქიტექტურულ შედევრს, არამედ შედევრს სახელმწიფოსა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობის საქმეში. დღევანდელი ღონისძიება არ არის მხოლოდ ერთი შენობის გახსნა, როგორც არ უნდა მიყვარდეს შენობების შენებლობები და გახსნები. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური რეფორმის განახლების და შექმნის ინაგურაცია. დღეიდან ყველა აქამდე განხორციელებულ ქართულ რეფორმას გვირგვინად დაედგება რეფორმის წარმატება ახალი განზომილება, რასაც მალე ჩვენი საზოგადოება იუსტიციის სახლის სახელით გაიცნობს. იუსტიციის სახლი ეს არის სახელმწიფოს მომსახურების გამარტივად მიღების სოფლიოს ყველაზე მოწინავე კომფორტული ინოვაციური სტანდარტების დანერგვა საქართველოში. ეს არის აქამდე არნახულად დაჩქარებული და გამარტივებული მომსახურება. ჩვენი მოქალაქეების, როდესაც მათ სჭირდებათ პირადობით